ამ ვიდეოში გავიაროთ პროფილის კომპონენტები, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ახლა გაიარეთ რეგისტრაცია, რომ იცოდეთ, სად რა არის თქვენ პროფილში და რას როგორი მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ. პირველ რიგში ეს არის ინდიკატორი იმის შესახებ, რომ ახლა ჩვენ ონლაინში ვართ, ჩანს სახელი, გვარის ინიციალი, კლიენტები ასე ხედავენ. ეს არის ინდიკატორი იმის შესახებ, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია ვიმუშაოთ და თავისუფლები ვართ. ეს არის ინდიკატორი თუ რამდენი პროცენტი ჩვენი სამუშაოსი შევასრულეთ წარმატებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი ჩვენ პროფილისთვის, რადგანაც კლიენტები ხედავენ და მაგის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას თუ წარსულში თქვენ რამდენად კარგად გაართვით სამუშაოს. როგორც წესი, 85-ზე დაბალი უკვე არის კრიტიკული, რომელსაც უმრავლესობა კლიენტები უკვე ფილტრავენ როგორც არასასურველ კანდიდატებს. ამ ღილაკზე დაჭერით ნახავთ თქვენ პროფილს ისე როგორც ხედავენ მას სხვა კლიენტები და სხვა აფორკის მომხმარებლები. ეს არის ჩვენი სპეციალიზაციის სათაური და ჩვენი სპეციალიზაციები მდებარეობს აქ. აფორკი გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ ორი განსხვავებული სპეციალიზაცია, მაგალითად თუ თქვენ ხართ ვებ დეველოპერი, შეიძლება კიდევ დამატებით სპეციალიზაცია გქონდეს ვებ ტესტერი, რომელიც ტესტავს ვებსაიტებს და რაღაც ავტომატიზაციას აკეთებს. ან თუ თქვენ ხართ რაღაცა ილუსტრატორი, შეიძლება კიდევ გაქვთ სპეციალიზაცია მაგალითად ანიმაციებში და შეგიძლიათ ანიმაციების გაკეთებაც და როგორც შეიძლება ასე ითქვას, რომ ქმნით ორ განსხვავებულ პროფილს და განსხვავებული რეიტებიც კი შეგიძლიათ დაადოთ, ანუ განსხვავებული ფასები, საათობრივი, რომლითაც მზად ხართ იმუშაოთ ამ სპეციალიზაციით. ეს არის სპეციალიზაციის სათაური, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის სპეციალიზაციის ფასი, რასაც თქვენ ადებთ თქვენ სამუშაოს საათობრივად. ეს არის უკვე აღწერა ჩვენ რეგისტრაციის დროს, ჩვენი ბიოგრაფია მიუთითეთ. შემდეგ არის გამომუშავებული თანხა სპეციალიზაციის მიხედვით, რამდენ სამუშაოზე, რამდენ პროექტზე იმუშავეთ და რამდენი საათი იმუშავეთ ამ სპეციალიზაციით. აქვე არის კონსულტაციების სექცია, აფორკში შეგიძლიათ დაამატოთ კონსულტაციები და თქვათ, რომ მაგალითად მე შემიძლია 9 საათი ან 1 საათი გამოვყო იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ თემაზე ვისაუბრო, რაშიც ხართ კომპეტენტურები კლიენტთან და ამაში მინდა მაგალითად $50 საათში და კლიენტს აქვს საშუალება შემოვიდეს თქვენ პროფილზე, დაჯავშნოს დრო თქვენთან საუბრის ვიდეოზარით და როგორც კი საუბარი დასრულდება, თქვენ დაგერიცხებათ ეს თანხა. შემდეგ არის პროფილის გაპიარების სექცია, ეს არის availability badge, რომელიც მე მაქვს ჩართული და არის იდეაში ეს ინდიკატორი, რომ ეხლა თქვენ თავისუფალი ხართ სამუშაოსთვის. ეს ღირს გარკვეული ფული, ანუ აფორკის შიდა ვალუტა, მე ვამბობ, რომ მე ყოველ კვირა ვხარჯავ 14 connects, რომელიც არის აფორკის ვალუტა, იმისთვის, რომ ეს ინდიკატორი მქონდეს ჩემ პროფილზე. შემდეგ არის თქვენი პროფილის დაბუსტვა. დაბუსტვა ნიშნავს, რომ თქვენი პროფილი საძიებო სისტემაში უფრო მაღლა აღმოჩნდება რომელიღაცა კატეგორიაში. ეხლა ჩვენ რომ მოვინდომოთ ბუსტის ჩართვა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ კატეგორია IT-დან, ვები და მობაილი, მაგალითად, და შემდეგ ქვე კატეგორია, მაგალითად backend development-ი და რამდენი connect-ის დახარჯვა გვინდა კლიკზე, ანუ როდესაც ეს connect-ები იჭრება, მარტო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროფილი გამოჩნდა კლიენტის თვალთახედვის არეში და მან დააჭირა თქვენ პროფილზე და გადმოვიდა თქვენ პროფილზე. რამდენიც ვიხდი მე ამაში, მაგალითად 5 connect-ს ვიხდი, თუმცა რაღაც მთავაზობს, რომ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე საშუალო. სადოთ 15-ით საშუალოა 23 20 ძალიან ბევრი არის ერთ ბიტში 34, ასე რომ 34, ჩემის აზრით ბევრი არის. ეს არის ლიმიტი, რამდენის დახარჯვასაც ვაპირებთ სულ ან ყოველდღიურად, ეს გვაქვს როდის უნდა დამთავრდეს ჩვენი ბუსტი, ჩვენი პროფილის და ბუსტნავს რომ დავაწვევით, შეიქმნება ბუსტი და გააქტიურდება. ანუ ერთგვარი თქვენი პროფილის რეკლამირება აფორკის შიგნით. შემდეგ რამდენი connect-ი დამრჩა, ეს აფორკის შიდა ვალუტა, პროფილის ვიდეო, პროფილის ვიდეოზე ცალკე ვისაუბრებთ. აქ არის რა ტიპის სამუშაოებისთვის ხართ მზად, ანუ რამდენი საათი, 30 საათზე მეტი, 30 საათზე ნაკლები, რამდენიც კლიენტს დასჭირდება, არც ერთი.
ამას თუ მონიშნავთ, ამბობთ, რომ თქვენ ხართ მზად იმუშაოთ კონტრაქტულ სამუშაოებზე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სრულ განაკვეთულ სამუშაოზე Upwork-ის შიგნით. აქ ირჩევთ ენებს, რომელიც იცით, ვერიფიკაცია, ტელეფონის ვერიფიკაცია არის ეს, დოკუმენტის ვერიფიკაცია, თუ გაქვთ რამე ლიცენზიები, თქვენი საქმიანობა თუ რამე ლიცენზიებს მოითხოვს, შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენ პროფილში და თქვენი განათლება. შემდეგ არის აკაუნტები, რომელიც არის უფრო რელევანტური პროგრამისტებისთვის და IT სამყაროში, GitHub-ი არის ერთგვარი პროფილი, რომელთაც თქვენ შეგიძლიათ ანახოთ თქვენი გამოცდილება თუ კონტრიბუციას აკეთებთ. ასევე Stack Overflow, სადაც პროგრამისტები და IT-ის ხალხი ეხმარებიან სხვა ხალხს და კითხვებზე პასუხს ცემენ, როგორც თქვი, ეს არის უნიკალური პროგრამისტებისთვის და აქ თუ რომელიმე სააგენტოში მუშაობთ, სააგენტოზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ აუცილებლად, აქ გამოჩნდება იმის სააგენტოები, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობთ. შემდეგ არის პორტფოლიო, პორტფოლიოზე ცალკე ვისაუბრებთ, ცალკე განსახილველი თემა არის, ეს არის Upwork-ის ხელოვნური ინტელექტის მიერ შეჯამებული ინფორმაცია თქვენ შესახებ, მოყვანილი კონკრეტული ფაქტებით, როგორც მეცნიერულ დოკუმენტებში არის ხოლმე სორსები, ანუ როგორ მტკიცდება, რომ მაგალითად real-time XML data feed-ზე მემუშავია, აი ეს e-commerce-ზე რომ მემუშავია, ეს ლინკი არის და ასე შემდეგ. შეგიძლიათ გამორთოთ ეს და ეს თქვენ პროფილში არ გამოჩნდება, თუმცა იყოს რატომაც არა, არაფერს არ აშავებს. და აქვე არის შეჯამება თუ რომელი უნარები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ეს შეჯამება დაგენერირებულიყო, ანუ რა იყო ჩვენი უნარები მაგ პერიოდში. ეს არის დასრულებული სამუშაოები, ეს არის სამუშაოები, რომლებიც არიან პროგრესში. გადავხედოთ, არც მახსოვს ჩემთან რა არის. ეს არის საკმაოდ ძველი ამ კლიენტთანაც აღარ მუშაობ, მაგრამ არ დამიხურა პროექტი და ამასთანაც აღარ მუშაობ. შემდეგ მოდის თქვენი უნარები, თუ სერტიფიკატი გაქვთ უნარზე, ეს გამოჩნდება ესე, ანუ PHP-ში მაქვს სერტიფიკატი და აქვს სერტიფიკატის პატარა ინდიკატორი. შემდეგ გვაქვს პროექტები, იდეაში პროექტი არის რაღაცა, რაც თქვენ კარგად გამოგდით და მარტივად აკეთებთ რაღაც პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თქვენ კარგად აკეთებთ WordPress-ის საიტის აჩქარებას, ოპტიმიზაციას, SEO ოპტიმიზაციას და ასე შემდეგ. ან აკეთებთ WordPress-ზე 5-გვერდიან საიტს 2 დღეში, შეგიძლიათ ეს დაამატოთ როგორც პროექტი, მიუთითოთ კონკრეტული თანხა, მაგალითად $150 და კლიენტს აქვს საშუალება შემოვიდეს, პირდაპირ დააჭიროს თქვენი პროექტის ყიდვას, როდესაც ჩააბარებთ თქვენ ამ პროექტს, ეს თანხა პირდაპირ გადმოგერიცხება თქვენ. ანუ რაღაცა თქვენ უნარს კონკრეტულ თანხას ანიჭებთ და დებთ როგორც თქვენ შესაძლებლობას კლიენტი შემოვა, იყიდის, თანხა დაგერიცხებათ. ჩემი აზრით საკმაოდ სასარგებლო რაღაცა არის. შემდეგ მოდის testimonials-ი, ანუ როდესაც ვიღაცა თქვენზე კარგად ლაპარაკობს, იქნება ეს თქვენი ყოფილი კოლეგა, მიმდინარე კოლეგა, თუ ნაცნობი. ამას თქვენ ხელით ვერ ამატებთ, აქ უნდა შეავსოთ ინფორმაცია იმ ადამიანზე, ვისგანაც ითხოვთ, რომ დაწეროს თქვენზე რაღაცა, უნდა მიუთითოთ კლიენტის LinkedIn-ი, მიუთითოთ მესიჯი, რომელიც გაიგზავნება მეილით კლიენტს და კლიენტი როგორც კი შეავსებს ინფორმაციას, გარკვეულ ლინკზე გადასვლით, შემდეგ ეს გაივლის ვერიფიკაციას, რაღაცა გარკვეულ ეტაპებს და შემდეგ გამოჩნდება თქვენთან. შემდეგ გვაქვს სერტიფიკატები, ეს არის ჩემი სერტიფიკატები, რომელიც არის ერთი Upwork-ის შიგნით აღებული სერტიფიკატი, ეს არის Upwork-ის გარეთ სერტიფიკატები. სერტიფიკატებზე ცალკე ვისაუბრებთ, მათ მნიშვნელობაზე აუცილებლად ვისაუბრეთ, ასევე არის ისტორია, როგორ გამოვიყენე მე სერტიფიკატები, ჩემს სასარგებლოდ იმისთვის, რომ ამემაღლებინა ჩემი ანაზღაურება. შემდეგ არის თქვენი სამუშაო გამოცდილება Upwork-ის გარეთ, როგორც CV-ში გაქვთ ჩამოწერილი თქვენი გამოცდილება, შეგიძლიათ CV-დან პირდაპირ გადმოაკოპიროთ. სხვა გამოცდილება, რომელიც ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ პროფილში. სულ ეს არის პროფილის კომპონენტებზე, როგორც უკვე ვთქვით, პორტფოლიოს თემაზე და სერტიფიკატების თემაზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ და კიდე გვექნება ერთი დემო, როდესაც მე შევცვლი ჩემს სამუშაო გამოცდილებას employment history-ს და ვნახავთ როგორ აისახება ეს ძებნის რეზულტატზე Upwork-ში, როგორ ჩამოვიწევი დაბლა და შემდეგ როდესაც გავაკეთებ რაღაც გაუმჯობესებას, როგორ აიწევა ჩემი პროფილი ისევ მაღლა სიაში.